მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირაულის ფარგლებში სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფეში ზურაბ მახარაძის ლექცია გაიმართა სახელწოდებით მდიდრული ყორღანი ლაგოდეხიდან. ლექციაზე დამსწრე საზოგადოებას ყორღანში ბოლო გათხრებისას აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა გააცნეს. კვირაულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი კონფერენციის, გამოფენისა და საჯარო ლექციის ჩატარება. Ჩემი მოხსენება დაკავშირებული დიდ ყორღანთან, რომელიც ჩვენ ლაგოდეხში გამთხარეთ 3 წლის წინ. ძალიან მნიშვნელოვანი ეს აღმოჩენა, უკვე საკმაოდ ფართოდ არის ცნობილი საზოგადოებასთან და ჩვენ, მაგრამ მთავარი აქცენტი გვინდა ის, რომ დღეს შეიცვალა საერთოდ მიდგომა არქეოლოგიისადმი და ინფორმაციის მიღება და გვინდა ვაჩვენოთ, რომ ეს აღმოჩენები არქეოლოგიური არა მარტო ველზე ხდება, როცა აღმოაჩენდა ამას მე ვაჩვენებ, ასე ვთქვათ, თვითონ ამ ძეგლს. არამედ ეხლაც გრძელდება მუშაობა და უზარმაზარ ინფორმაციას ვიღებთ ამ ინტერდისციპლინარული კვლევებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყორღანი არის უნიკალური ყველანაირი თვალსაზრისით. ამაში ალბათ დარწმუნდით უკვე ლექციის მოსმენის შემდეგ, რომელიც არის გრანდიოზული ნაგებობა და შეიცავს არაჩვეულებრივ ნივთებს. მიუხედავად იმისა, რომ ყორღანი აღმოჩნდა, რომ გაძარცვული იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გაიმართა ეს ყორღანი, მაგრამ საკმაოდ დარჩა ისეთი ნივთები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არქეოლოგიური მეცნიერებისათვის.